აბა მოვედი შემოვცუნცულდი თქვენთან, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, გისურვებთ წარმატებულ იღბლიან კვირას და გავიგოთ, მოდით რა ენერგიებში ვიქნებით ამ კვირას. რა ენერგიებში ვიქნებით ამ კვირას. ჯერ გავაკეთებ საერთო ენერგიებს, თუ როგორ ენერგიების შემყოფ ადამიანზე რეზონირდება ეს გაშლა და შემდეგ გავიგოთ. ნახოთ საერთო ენერგიები, როგორ ენერგიებში მყოფმა ადამიანებმა უნდა გააგრძელონ ამ გაშლის ყურება და შემდეგ ვნახოთ რის ენერგია. როგორ ენერგიებში მყოფ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ ამ გაშლის ყურება. როგორ ენერგიებში მყოფ ადამიანებმა და რომლის გულებიც ახლა სავსეა დიდი გრძნობით, დიდი სიყვარულით და აქ მიჩვენებს გრძნობას. და როგორ ადამიანებმა, რომლებიც ამ გრძნობისგან, სიყვარულისგან ელოდებოდნენ ისეთ შედეგს და ისეთ მოლოდინებს, სადაც თავს იგრძნობდნენ ძალიან კარგად და ძალიან ბედნიერად. მე მინდა ვთქვა, რომ ეს გრძნობა არ არის ახალი, ეს არის გრძნობა, რომელიც ვითარდებოდა კარგა ხნის მანძილზე და ამ გრძნობაში ჩადებულია ძალიან ბევრი ემოცია, ძალიან ბევრი შრომა, მაგრამ აქ არის რაღაც, ასე ვთქვათ, ტკივილი. ეს თქვენი გრძნობა არ განვითარდა ისე, როგორც გინდოდათ თქვენ და როგორც მაგალითად აკეთებდით იმას, რომ ყოფილიყავით ამ გრძნობაში კარგად და სრულყოფილად გეგრძნოთ თავი. აქ არის ტკივილი, შფოთვები, გამოუვალი მდგომარეობა. ჩემო ძვირფასებო, როგორც ვატყობ, ჩვენი დღევანდელი წარსულა შეეხება გრძნობას, სადაც ამჟამად არის რაღაც გამოუვალი მდგომარეობა, დიდი ფიქრი, რაღაც საკითხების ვერ გადაწყვეტა და უძილოღანები და შფოთვები, სადაც იმყოფებით ამჟამად ასეთ მდგომარეობაში. მოდით ახლა ნახეთ და დასტის ბოლოსაც გვაქვს თასების ხუთიანი, სადაც არის ძალიან დიდი წყენა, ტკივილი, იმედგაცრუება, ასე რომ ეს გაშლა შეეხება ისეთ ენერგიებში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ურთიერთობაში მიიღეს ძალიან დიდი იმედგაცრუება. და მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს კვირა. რა იქნება? როგორ განვითარდება ეს კვირა? რა იქნება? აქ არის შრომა, მოლოდინი.
როგორ განვითარდება ჩემო ძვირფასებო ეს კვირა და აქ არის მოლოდინი. კვირის დასაწყისში იქნებით რაღაც მოლოდინის მდგომარეობაში. შეიძლება ახლა თქვენი უძილო ღამეები, შფოთვები ეხებოდეს დაპაუზებულ ურთიერთობას და თქვენ გაქვთ მოლოდინი თუ როდის განახლდება ეს ურთიერთობა. როგორ განვითარდება ეს კვირა და კვირის დასაწყისში იქნებით მოლოდინის რეჟიმში და აუცილებლად შემოდის თქვენთან ახალი ნაკერწკალი, ახალი მდგომარეობა. აუცილებლად აქ არის იმ მოლოდინის განახლება და სიახლე, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფებით თქვენ და კვირის ბოლოს თქვენ გახდებით იმპერატრიცები. ანუ თქვენ იგრძნობთ თავს ძალიან კარგად აღიარებულ ქალად, ისე როგორც იმპერატრიცა. თქვენთან შემოდის დიდი სიყვარული, ნაყოფიერება, ურთიერთობის განახლება, სადაც თავს იგრძნობთ ძალიან კარგად და შვიდად. არგანის ბოლოს გვაქვს არკანი მაგი. ეს არის შესაძლებლობების არკანი. თქვენ ურთიერთობაში შემოდის უსაფრთხო შესაძლებლობები. გვაჩვენეთ პენტაკლების მეფე. ეს არის სტაბილური, მყარი, თბილი, მზრუნველი ადამიანი. თუ აქამდე თქვენი პარტნიორი თქვენს მიმართ არ იჩენდა სითბოს, ყურადღებას, მზრუნველობას და იყო პრობლემები ურთიერთობაში, სადაც გრძნობთ თავს ამ მდგომარეობაში, თქვენი პარტნიორი გახდება პენტაკლების მეფე, სტაბილური, თბილი, ყურადღებიანი ადამიანი და თქვენ იქნებით ამ კვირაში როგორც იმპერატრიცები. იგრძნობთ თავს როგორც იმპერატრიცები. და იცით რა მინდა გითხრათ, როდესაც შემოვა თქვენთან პენტაკლების მეფე, თქვენი პარტნიორი დიდი სიყვარულით, სითბოთი, თქვენ მაინც გექნებათ აი გულის ტკივილიდან გამომდინარე, რაც მიიღეთ ამ ურთიერთობიდან, რაღაც საკუთარ თავთან საუბარი და კითხვების დასმა. გინდათ თუ არა კიდევ ამ ურთიერთობაში დარჩენა. თუმცა ასე მიჩვენებს, რომ თქვენი ურთიერთობა, თქვენი მოლოდინები ახლდება, თქვენ როგორც იმპერატრიცა ისე იგრძნობთ თავს და თქვენი პარტნიორიც იცვლება თქვენს მიმართ, ხდება უფრო სტაბილური, ყურადღებიანი, თბილი, მაგრამ თქვენ რატომღაც გექნებათ საკუთარ თავთან ჩაღრმავება და ფიქრები, რომ რაც მიიღეთ ამ ურთიერთობისგან, ის გულის ტკივილი, წენა, რის გამოც მოხდა თქვენი ურთიერთობის დაპაუზება, ღირს ამ ურთიერთობაში დარჩენა, თქვენ კვირის ბოლოს გექნებათ ამ ფიქრების განცდა და თქვენ თავთან ჩაღრმავება და საუბარი, გადაფასება ამ ურთიერთობაზე. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ნაყოფიერ, ბედნიერ, წარმატებულ, დალაგებულ ურთიერთობას ყველას.